მოგესალმებით, შეუქმნიდან სულ მადლობა იმის რომ გამოწერდით ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მისნავთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირად დიაგნოსტიკისთვის უნდა მოვწეროთ პირად შეწყობინებაში მითითებულ ნომერზე. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. რას საუბრობენ თქვენს ზურგს უკან? საინტერესოა, რა საუბრობენ თქვენს ზურგს უკან და მოდით იცით როგორ გავაკეთოთ, დავყოთ საკითხები. რა საუბრობენ მეგობრები თქვენს ზურგს უკან? თუ ესე რომ ვთქვათ, საინტერესო არის. რა საუბრობს პარტნიორი თქვენს ზურგს უკან? და მოდით ვნახოთ ასევე რა საუბრობენ პარტნიორის ახლობლები, ხო? ანუ ადამიანები, რომლებიც თქვათ თქვენ გიცნობენ, ხო? ახლა თუ ხა ესეთი დაფარული სიტუაცია, და არავინ არ გიცნობთ, მაშინ ხო გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ პარტნიორი საუბრობს თქვენზე რაღაცას, რაღაცები მაინც იცოდინებთ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა საინტერესო გამოვა, მე მგონი, ესეთი კუთხით. ჯერ ზოგადად მოდით ვნახოთ სამყარო, როგორ გხედავთ, ვინ ხართ და მერე უკვე მივყვეთ, ხო, რა საუბრობენ. ვინ ხართ თქვენ? როგორ გხედავთ სამყარო, ხო? დავიწყებ იქიდან, რომ ვინ ხართ თქვენ. მოდით ესე ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე აქ ვინ კი არა, უფრო მაჩვენებს თქვენს მდგომარეობას, ხო? დავიწყებ იქიდან, რომ ამ ეტაპზე თქვენი მდგომარეობა არის ადამიანი, როდესაც რადიკალური ცვლილებების მდგომარეობაშია. ვასუფთავებთ ჩვენს გარემოცვას, ვასუფთავებთ ჩვენს სიტუაციას, რაღაცა ცვლილებებს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ რაღაცა გამოვიდეთ მდგომარეობიდან. გამოვიდეთ მდგომარეობიდან, რომელიც თქვათ არ მოგწონს და რაღაცა სტაბილურობა გვინდა რომ გავაკეთოთ, ხო? სამყარო დღესდღეობით თქვენ კი არა და თქვენს ცხოვრებას უფრო რაღაცა ისეთ მომენტში ხედავს. დავიწყებ იქიდან, რომ ახლა არის ესეთი მომენტი. ვინ ხართ თქვენ? საკმაოდ სტაბილური ადამიანი ხართ. ადამიანი, რომელიც სულ ფრთხილობს, მოდით ესე ვიტყვი, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება იმდენი პასუხისმგებლობა ვაიღეთ საკუთარ თავზე, რომ არ ვიცი, ეს ოჯახზე, ურთიერთობაზე, ყველაზე და ყველაფერზე თქვენ ფიქრობთ და თქვენ დარდობთ და ნერვიულობთ, ხო? ესე ვიტყოდი. ვინ ხარ თქვენ? ადამიანი, მოდით ესე ვიტყოდი, რომელიცაც შეიძლება ითქვას, მოაქვს ადამიანებთან ძალიან დიდი ემოციები, გაზაფხული. ამ ეტაპზე ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც ნახეთ, როგორი მომენტი არის. შეიძლება ითქვას, რომ ხართ თქვენ თვითონაც ჩიხში, მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანებს ძალიან, ესე ვთქვათ, გაუმართავს ხელს და როგორ ჩიხშიც არ უნდა იყოს, სხვა რაკურსით დაანახებს თავის ცხოვრებას. კითხვაზე გეტყვით იმას, რომ თქვენი პიროვნება არის, როგორ იცით, დამხმარე ძალა, შეიძლება ითქვას. ადამიანი, რომელიც ყველგან და ყოველთვის აძლევს ადამიანებს ემოციას, აძლევს ენერგიას, აძლევს რესურსს და ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ იზრუნოს მათზე, ხო? ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად სულ ცდილობს, რომ
შეუმსუბუქოს ყოველ შემთხვევაში სიტუაციები. ძალიან სტაბილური ადამიანი ხართ. არ ხართ ესე რომ დღეს ხართ ვინმეს მეგობარი, ხვალ აღარ იქნებით, ზეგი ისევ იქნებით. ანუ საკმაოდ სტაბილური ხართ და თან კიდე რა მომენტი მომდის იცით? მიუხედავად იმ სიტუაციისა, რომ თქვათ თქვენ ამ წუთას იმყოფებოდეს ძალიან ესეთი რადიკალური ცვლილებების ენერგიებში, თქვენ მაინც საზოგადოებასთან, თქვენ სამეგობრო წრესთან, თქვენ ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან თუ არა აქვს მნიშვნელობა, ვისთანაც არ უნდა იყოს, ყველგან მაინც სიმშვიდეს და სტაბილურობას ინარჩუნოთ. მაინც ახერხებთ იმას, რომ შეინარჩუნოთ რაღაცა ესეთი ენერგიები, როდესაც არ მოახვიოთ თქვენი პრობლემები, ხო? არ მოახვიოთ თქვენი სირთულეები. შეიძლება გულში ესე რომ ვთქვათ, ტიროდეთ, მაგრამ სახეზე ღიმილით შეხვდებით მაინც ადამიანებს, ხო? შეიძლება ძალიან გტკიოდეთ, მაგრამ მაინც გააკეთებთ და ვთქვათ, შეიძლება თავი გტკიოდეთ, მაგრამ მაინც გაყვეთ მეგობარს რაღაცა დასახმარებლად, როცა მას დასჭირდება, ხო? საკმაოდ ესეთი ადამიანი ხართ, თვით ესე ვიტყოდი, სხვა ადამიანებისთვის რომ არის საკუთარი თავისთვის არ. აი ესეთი ენერგია მოდის აქ. ყველა არის და მე სადღაც ბოლო ფლანგზე ვარ. საკმაოდ საკმაოდ ესეთი მომენტია, კი, კარგია, როდესაც ყველასთვის ხართ, მაგრამ თქვენი თავისთვისაც უნდა იყოთ, ხო? მარტო ესე ყველა საიმედოდ საბოლოო ჯამში შეიძლება თქვენთვის აღარ დაგჭირთ ენერგია. და სიტუაციურად არის ის მომენტი, როდესაც აი საკმაოდ ბევრი პრობლემა გაქვთ ახლა ამ ეტაპზე. თქვენს თავზე აღებული შეიძლება აქ რაღაცა მომენტში ცოტა მატერიალური პრობლემების ქვეშაც იდგეთ, ხო, რაღაცა განაწილება გჭირდებოდეთ, ხო, რაღაც ისეთი დაგეგმილი მომენტები გქონდეთ, რაღაცა პრობლემები, რომელსაც უკვე ვეღარ გამოსავალს რო ეძებ, მაგრამ ამ გამოსავალსაც რო ვეღარ იმიტომ რომ ბევრი პასუხისმგებლობასთან ერთად ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდიც დადგა, ხო, აქ შესაძლებელია ვიღაცას უახლოეს პერიოდში რაღაცა ესეთი რაღაცისთვის რაღაცა ესე 10 თვის წინ, 4 თვის წინ დადგა ესეთი რთული პერიოდი. კარგი, მოდით ნახოთ აბა რა საუბრობენ მეგობრები თქვენ ზურგს უკან, რა საუბრობენ? რომ თქვენ ძალიან კარგად იცავთ ბალანსს. ნახეთ რა საუბრობენ თქვენი მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი დიდი ტკივილები გაქვთ, შეიძლება ითქვას, ადამიანები თქვენი მეგობრები საუბრობენ ის, რომ თქვენ მაინც ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას და თქვენ შეგიძლიათ ყველა სირთულის გადალახვა, მე ესე ვიტყოდი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წინასწარ საზღვრავს, წინასწარ ფიქრობს, შეიძლება ითქვას და დაგეგმილი აქვს ცხოვრებაო, შეიძლება ესეც ამბობენ, მაგრამ ამავდროულად თქვენი მეგობრები ამბობენ, რომ თქვენ ხართ ძალიან გონიერი, თქვენ ხართ ძალიან რესურსული ადამიანი, თბილი, მოსიყვარულე, კარგი საყრდენი, კარგი მეგობარი, ხო? ძალიან კარგი, ძალიან კარგად საუბრობენ მეგობრები. სადაც შეუძლიათ თქვენთან იყვნენ მშვიდად, თქვენთან გქონდეთ აი ნავსაყუდელი, ხო? შეიძლება ერთის მხრივ მომენტიც იყოს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც აი ნახეთ როგორც
ხო არის ესეთი სიტუაცია, რომ დღეს ერთთან ვიკრიბებით, ხვალ მე ჩემთან ვიკრიბებით, ხო? მაგრამ აქ მეგობრები ამბობენ იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც სახლში რომ მიხვალ, ისეთ სიმშვიდეს გრძნობენ და ისეთ სიწყნარეს გრძნობენ, რომ წასვლა აღარ უნდა შეიძლება ითქვას, ხო? ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს ანათებთ, შეიძლება ძალიან ისე ვთქვათ, ტერიტორიულად შორსრაც რომ იყოთ, ნახეთ, არიან მეგობრები შეიძლება, რომლებიც ტერიტორიული სიშორე გაკავშირებთ, ხო? ნუ ახლა სამწუხაროდ ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ბევრი ემიგრაციაშია წასული, ბევრი რაღაც ისეთი მომენტი არის. მაგრამ ნახეთ, აქ ადამიანები ამბობენ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რა სიშორეც არ უნდა იყოს თქვენთან მიმართებაში, თქვენ ყოველთვის ანათებთ მათ სივრცეს, ყოველთვის ანათებთ მათ გულს, ყოველთვის ხართ მზად დაეხმაროთ. მზად ხართ იმისთვის, რომ გაუწიოთ თანადგომა, ხო? მოусმინოთ, კარგი მსმენელი ხართ. გარდა იმისა, რომ თქვენთან შეიძლება რაღაც ესეთი ურთიერთგაცვლა და თქვენგან კარგად მიიღონ ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რაციონალურად ფიქრობთ რაღაცებზე, წინასწარ გეგმავთ, ცოტა ისეთი ემოციებს კი არ მიყვებით, არამედ რაღაცა გონებასთან მიმართებაში, პროი ლოგიკას მიყვებით, ხო, რაღაც ცოტა ისეთი არის თქვენთან მიმართებაში და გარდა ამისა, კარგი მსმენელი ხართ. ძალიან დიდი რესურსი გაქვთ, ძალიან დიდი სითბო გაქვთ, კარგი დედა ხართ, კარგი მეუღლე ხართ, არ ვიცი, მეგობრები ძალიან დადებითად გახასიათებენ, ესე რომ ვთქვათ, ხო, დაბალანსებული ადამიანი ხართ და მიუხედავად სირთულეებისა, თქვენ შეგიძლიათ ყველა სირთულიდან გასვლა. თქვენ შეგიძლიათ რომ დატოვოთ სირთულეები და წახვიდეთ თავიდან დაიწყოთ ყველაფერი. ხო, აი ნახეთ, მეგობრები ამბობენ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორი პრობლემაც წინაშეც არ უნდა იდგეთ, თქვენ შეძლებთ ამ პრობლემის დაძლევას, იმიტომ რომ შეიძლება თვლიან იმასაც, რომ იმსახურებთ, იმდენად დადებითად გახასიათებენ, იმდენად დადებითად არიან განწყობილი თქვენი მეგობრები. როგორც ჩანს, ძალიან ისეთი თითქოს ჩამოსაცვლელი მეგობრები შემოგჭათ, იმიტომ რომ ესე როცა საუბრობენ, ეს უკვე ყველანაირად ისეთი დროს გამოცდილი მეგობრები არიან. კარგით, ძალიან კარგი, კარგად საუბრობენ მეგობრები, ნახოთ პარტნიორი რა საუბრობს თქვენზე. აი, პარტნიორი რა საუბრობს თქვენზე. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ პარტნიორი საუბრობს იმას, რომ თქვენ ხართ ძალიან ესეთი მე ვთქვი და მორჩა, რატომღაც ეს მომენტი აქვს პარტნიორს. ნახეთ, რაღაც მომენტში შეიძლება თქვენ პარტნიორს თქვენს მიმართ კონდეს ცოტა პატარა შეჯიბრების მდგომარეობა. ადამიანი თვლის იმას და ამბობს იმას, რომ რას საუბრობს და ხართ ძალიან აქტიური, ხართ ძალიან მიზანწრაფული, შეგიძლიათ ბრძოლა, ომი, წინსვლა, არიხებთ უკან არაფერზე, წარმატებული ხართ, მაგრამ ნახეთ მეორე მომენტი, როგორი რაღაცა აქვს ამ ადამიანს. მე ესე ვიტყოდი, რომ ცოტა თქვენთან ურთიერთობა ამ ადამიანს ხო არ უჭირს. იცით რატომ? იმიტომ რომ თითქოს როგორ რაღაცას ხედავს იცით ეს ადამიანი, რომ ნებისმიერ დროს თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ ადამიანის დატოვება და სხვა გზაზე წასვლა, ხო? ნახეთ, როდესაც ადამიანი შეიძლება ეს იქიდან გამომდინარეც იყოს ეს მომენტი, რომ იმდენად ძლიერი ხართ და იმდენად ისეთი მიზანსწრაფული ადამიანი ხართ, რომ ცოტა დაგეწიოთ რთულია, ხო? არიან ესეთი კატეგორია ადამიანები, რომ დაწევა უჭირთ ხოლმე. შესაძლებელია ამასაც ფიქრობდეს და ამბობდეს ადამიანი, რომ აი რთულია დაეწიო მის მიზნებს და მის მისწრაფებებს, ხო?
არ ვიცი, შეიძლება ამ ეტაპზე რაღაცა პატარა პრობლემის წინაშეც გახართ, იმიტომ რომ ადამიანი თითქოს თვლის, რომ შეიძლება რაღაცა თქვენს ურთიერთობას გადახედვა სჭირდება. ან უბრალოდ რაღაცა შეცვლა სიტუაციის ნახეთ, რაღაცა მივედით სტადიამდე ვართ მისულები და მოვიდეთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, საით ვაგრძელებთ ურთიერთობას, ხო? ვიცი, როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას ყოველ შემთხვევაში. აქ მაინც რაღაც მომენტი ცოტა პარტნიორის მხრიდან რავი, რო გითხრათ, რომ ნახოთ აბა კიდე რას საუბრობს თქვენზე. მოგეთ პარტნიორს თქვენი ეშინია, შემოკარგება. იცით რა არის, ნახეთ, მოდით ესე ვიტყვი, ამ ადამიანს თქვენი მართლა მაგრად ეშინია, იმიტომ რომ შეიძლება მართლაც რომ ვერ ახერხებდეს ესე მარტივად ფეხის აყოლებას თქვენთან თქვენს ურთიერთობაში ვერ ასწრებდეს, სანამ ადამიანი გაანალიზებს და გაიაზრებს რა ხდება, მანამდე თქვენ უკვე ყველაფერი მოგვარებული გაქვთ. შეიძლება ეს მომენტი იყოს და ადამიანი ამასაც საუბრობს, რომ ვიცით რა მომენტი არის, რომ საუბრობს იმას, რომ ცოტა რთულია, არის რაღაცა ისეთი პასუხისმგებლობები, არის შიშები, ხო? ნახეთ, როდესაც ადამიანი არის ესეთი ისეთ ენერგიებში, როდესაც მე შემიძლია დავტოვო რაღაცები და თავიდან დავიწყო ყველაფრის გაკეთება, ხო? სირთულეებში მოვხდი, დამენგრა რაღაცა სიტუაციები, არა უშავს, ხო? ამას დავტოვებ, თავიდან დავიწყებ შენებლობას და აქ ადამიანი ესე მარტივად ვერ მოყვება ამ ყველაფერს და საუბრობს ზუსტად იმას, რომ თქვენ იმდენად მიზანსწრაფული ხართ და იმდენად ძლიერი ხართ, რომ შეიძლება ითქვას, რომ მარტივად შეძლოთ ამ ადამიანის გაშვება თქვენი ცხოვრებიდან, მარტივად გაუშვათ. თუმცა ამბობს, რომ ძალიან თბილი ხართ. ერთის მხრივ აქვს ის მომენტი, რომ რაღაცა მომენტში თქვენს გაქვთ თქვენი შიშები და თქვენს გაქვთ თქვენი რაღაცა ესეთი ცდუნებები, მირეჭულობები, ესე ვთქვათ, სიჯიუტეები შეიძლება ითქვას, ხო? და აი როგორ არის იცით ეს სულ განახლებაში ხარ. ადამიანი საუბრობს იმას, რომ თქვენ მიუხედავად იმისა, როგორ სიტუაციაში არ უნდა აღმოჩნდეთ, ხართ სულ განახლების მდგომარეობაში, ხართ სულ მზად, რომ თავიდან დაიწყოთ, მზად რომ აი ნახეთ, როგორც ჩანს თქვენთვის შედეგი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და როდესაც ადამიანისთვის შედეგი არის მნიშვნელოვანი, ის ყოველთვის არის ნებისმიერ სიტუაციაში გაჩერდეს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი, თუ ხდება, რომ ის შედეგამდე ვერ მიდის, ხო? და როცა ესეთი ადამიანია და ეს თან აქტიური ადამიანი ხართ, ცოტა ესეთი რთულია დაწევა და ფეხის აწყობა, ესე რომ ვთქვათ. აი ამას საუბრობს თქვენზე ეს ადამიანი. აშინებთ, მოდით ესე ვიტყვი, რაღაც მომენტში აშინებთ. ანუ ცუდად კი არ აშინებთ, უბრალოდ აშინებთ, ხო? რაღაცა რთულია ამ ადამიანისთვის. ნახეთ, შეიძლება ეს ადამიანი როგორი ტიპაჟია, იცით, აი მართლა 100-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის მდგომარეობა რო არის, ხო? აი სულ რო რაღაცა ფიქრობს, აქედან მიუდგება, იქედან მიუდგება, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან, ქვევიდან, ყველა რაკურსით რო არის და აი ყველაფერს რო გამოიკლოს და მაინც კიდე სადღაც რაღაცას რო ეძებს, რომ აი მაინც რო ვერ გადაწყვიტავს, ვთქვათ, ხო, აი ესეთი მომენტია შეიძლება და აქედან გამომდინარე თქვენ უფრო რისკიანი ხართ, უფრო მარტივად შეგიძლიათ, იმიტომ რომ ხა ზოგადად ქალბატონები არიან რისკიანები უფრო მეტად ხომ ვიდრე მამაკაცები და შესაბამისად ეს მომენტიც შეიძლება იყოს. საუბრობს იმას, რომ კარგად გრძნობს თავს, ძალიან ისეთი ხართ, ცეცხლოვანი, რაღაც აქტიური, მაგრამ თქვენი რაღაცა ისეთი მომენტებიც გაქვთ, სადაც ადამიანს ეშინია. საუბრობს იცით კიდე რა მომენტს, ნახეთ, მე ეხლა მოვიდა ეს ინფორმაცია, საუბრობს იმასაც, რომ
შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრება ძალიან რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოთ ამ ადამიანის ცხოვრებაში და რო იტყვენ თუ ადამიანი არ ფიქრობდა რაღაცებზე, თქვა დააწყებინეთ ფიქრი, ხო? თუ რისკზე არ მიდიოდა ადამიანი, რაღაცა გარისკვები დააწყებინეთ, ხო? ნახეთ რაღაც იცით როგორი მომენტი არის, რომ ხო არიან კატეგორია ადამიანებს, რომ აი სულ ესეთი სამსახური აქვს, რაღაცა მიდის, მოდის, ახლის სამსახური, რაღაც მეგობრები, რაღაც ესეთი მდორე ცხოვრება რო აქვს, ხო? რაღაცა ერთნაირი, ხო? ორშაბათიდან პარასკევამდე სამსახური, პარასკევიდან კვირამდე სამეგობრო წრე, რაღაცა ეს დასვენების მომენტები და მე ორშაბათს ისევ რუტინა დილიდან სამსახური, პარასკევის ჩათვლით, ხო? დაითქვა რაღაცა ამ ადამიანს მიეცეთ ის, რომ იცი რა ეს არ არის საკმარისი მეტი უნდა გააკეთო ცხოვრებაში, უფრო მეტი აქტიურობა, რა დროს ძილია, მე რა ღამის 3 საათი ახლა მე გამოდი გავისეირნოთ, ხო? და ადამიანი რომ ადგეს და გაისეირნოს, ხო? რაღაცა სხვა რაკურსით დაანახეთ ცხოვრება კიდევ უფრო მეტად. მისი ოცნებები ამოწიეთ წინ, ხო? მოდი აბა მითხარი რაზე ოცნებობდი და ადამიანმა რაღაცა გაგიმხილოთ, რომ აი ამაზე ვოცნებობდი და მოდი ხა ეს გავაკეთოთ, ხო? აი ამას მივცეთ რაღაცა ესეთი ფრთები შევასხათ, ხო? სული ჩავდგათ ამ შენოცნებას და რაღაცა გააქტიურეთ ეს ადამიანი. თუმცა რაღაცებში მაინც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ. არც პარტნიორი არ საუბრობს ცუდად თქვენზე და მოდით პარტნიორის ახლობლები რა საუბრობენ თქვენზე. ყველაზე საინტერესოა. პარტნიორის ახლობლები რა საუბრობენ თქვენზე. რა ხარ ძალიან მებრძოლი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად სულ აქტიურობაში არის, სულ ესეთი ქაოტურად არის, შეიძლება ეს მომენტიც გქონდეს. რას საუბრობენ და ამას რატო საუბრობენ? იცით რა არის, არ ვიცი ხარ რამდენად კარგად გიცნობენ, მაგრამ რატომღაცა ადამიანები შეიძლება არ ვიცი თქვენ ცხოვრებიდან გამომდინარე, ხა პასუხისმგებლობები გაქვთ ბევრი აღებული და თქვათ იციან, რომ ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ფიქრობენ და საუბრობენ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რაღაც ამდენი ტკივილისა, ადამიანი როგორ მაინც ახერხებს, რომ წინ წავიდეს და იმოქმედოს და იმოძრაოს. შესაძლებელია რაღაცა დიდი დანაკარგის მომენტიც გქონდათ ხოლმე აქ ვიღაცასთან შეიძლება რაღაცა ვიღაცისთვის 10 თვის წინ, ვიღაცისთვის 4 თვის წინ რაღაც ისეთი სერიოზული დანაკარგი იყო და ეს მომენტი არის აქ ვთქვათ მათაც იციან, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი და საუბრობენ იმას, რომ ძალიან მიუხედავად ტკივილებისა, მიუხედავად რაღაცა ესეთი ძლიერი დანაკარგისა, თქვენ მაინც ხართ აქტიური, თქვენ მაინც ახერხებთ წინსვლას, თქვენ მაინც ბრძოლას ახერხებთ, ხო? საკმაოდ ისეთი ემოციური, სხვათა შორის ძალიან ისეთი ჭკვიანი ადამიანიც, რომელთანაც შესაძლებელია მივიდნენ რჩევა კითხონ, აზრი კითხონ, ხო, რაღაცა ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აქვს იმისი საშუალება, რომ თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. კიდევ რა საუბრობენ თქვენზე? რაღაც მომენტში არ ვიცი ხა რატო აქვს ესეთი განცდა. ესეთ რა არის აქ თუ თქვენ ადამიანებთან რაღაცა ისეთი კომუნიკაციის მდგომარეობა ესეთი გქონდათ რა გაცნობის პერიოდში რა ცხოვრებაში ამის თქვა ან რაღაცა ესეთი გამოცდილებებიდან გქონდათ საუბრები შეიძლება ითქვას რომ ადამიანები ფიქრობენ რომ ძალიან ისეთი ეს საკმაოდ რთული გამოცდილებები გქონდათ და რთული პერიოდები გაქვთ გავლილი და აი მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მიუხედავად ამდენი შიშისა, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ხარ. შეიძლება აქ რაღაცა ესეთი მომენტიც იყოს, რომ ადამიანი ხო არის, როდესაც თქვათ რაღაც ყველასთან ნახდათ ვერ იქნება, მაგრამ აი აღარ დედა, აღარც მამა, ბევრი პასუხისმგებლობები აქვს ადამიანს, ხო, რაღაც ისეთი მომენტები
ძალიან ადრე გავიზარდეთ მომენტიც, ხო? რაღაცა თითქოს არის აქ რაღაც ესეთი მომენტებიც და ადამიანები რას ფიქრობ კიდე მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ ხართ რაღაცა სასწაულებრივი ადამიანი. ნახეთ, შეიძლება აქ იყოს ესეთი მომენტი, რომ როდესაც ადამიანი თავის გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს რაღაცებზე და ნუ ხო, ხა როცა საუბარში ყველა ადამიანს უჩნდება თავისი აზრი, ხო? თავისი შეხედულება ადამიანთან მიმართებაში. რა საუბრობენ თქვენი პარტნიორის ახლობლები და იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაიარეთ ძალიან დიდი ტკივილები, თქვენ გაიარეთ ძალიან დიდი ემოციების შიშებიც, რაღაცა დანაკარგებიც, მარტოობაც, უიღბლობაც, რაღაცა ცხოვრების ეტაპის თავდაყირა დატრიალებაც, თქვენ მიუხედავად ყველაფრისა ხართ ძალიან აქტიური, ძალიან მიზანსწრაფული, ჭკვიანი, ჩამოყალიბებული, გაანალიზებული, გააზრებული, დაბრძენებული, ცხოვრებისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა თავისი მიზნები, რომელიც არის ძალიან ცივი ცეცხლოვანი, ქარიზმატული, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მაინც რაღაცა ცეცხლს ანთებს საზოგადოებაში, ხო? ადამიანი, რომელიც მიუხედავად თქვათ რაღაცა სირთულეებისა, ძალიან ესეთი აქტიურად არის ჩართული ცხოვრების რუტინაში. რას ფიქრობენ თქვენ ხართ ნამდვილი მაგი რაღაც მომენტში, ხო? ანუ ნახეთ, მაგი არა, ასე ვთქვათ, კონკრეტულად მაგი და ესე ვთქვათ, ჯადოქარი, ხო? არამედ ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებას მართავს. სირთულეებით თუ მარტივად თუ ესე თუ ისე თუ როგორც არ უნდა ითქვას, ადამიანი თავის ცხოვრებას მართავს. თავისი ასე ვთქვათ, ცხოვრების სადავეები აქ ხელში, ხო? რა მოსწონს, რა არ მოსწონს, პირდაპირ ხართ, მარტივად ამბობთ ყველაფერს, ხო? არ გჭირდებათ რაღაცა ესეთი თავის მოწონებას არ აკეთებთ, ხო? ადამიანის საზოგადოებაში, ხან პარტნიორის ახლობლები არიან, მოდი ხა მე რაღაცა ესე ვისაუბრებ, რაღაცა არ გაქვთ ესე დაგეგმილად, ხო? რაღაც ბუნებრივი ხართ, რაც ხართ, ეს ხართ, ხო? ანუ მივიღებთ, არ მივიღებთ, კარგად იყავით, მე არაფერს არ დავკარგავ, რა რაღაცა ეს ენერგია მოდის. ძალიან კარგია, რომ ესე ხართ. მე ხა აქ რასაც ვუყურებ, ნამდვილად ესეთი არ ვიცი, ხა ცოტა ესეთი პერიოდი კი გაქვთ, რთული პერიოდი, მაგრამ სამეგობრო წრეც ძალიან კარგად საუბრობს, პარტნიორიც შვენივრად, ცოტა ეშინია თქვენი, მე მგონი, მაგრამ არაუშავს, ამასაც გადალახავს და მისი საახლობლო წრეც აშკარად ძალიან ისეთი საინტერესო ადამიანად და პიროვნებად აღიქვამენ. ძალიან კარგია. მე, რა თქმა უნდა, გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, სიხარულს, სიყვარულს თითოეულ თქვენთაგანს და მოკლედ პირადზე კი, პირად გაშლავთან მიმართებაში კი, იცით სად მომართოთ და ვისთან რეზონირდება, ისიც ვიცი, რომ აუცილებლად დაწერთ, რაც ძალიან მიხარია ხოლმე და ყოველთვის ყველა შეტყობინებას ვკითხულობ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავაგულო ყველა შეტყობინება, რომელიც ყველა კომენტარი, რომელიც მოდის ხოლმე ვიდეოზე. დროებით.